ჩემი სკოლის მასწავლებელი გვეუბნებოდა ხოლმე ბიოლოგიის ბავშვობაში, რომ თანამედროვე ადამიანი არის უკვე არა homo sapiens-ი, უბრალოდ არამედ homo sapiens, ანუ გონიერზე გონიერი ადამიანი, ესე ორჯერ, იმიტომ რომ ეხლა ქვის ხანასთან შედარებით, სად ეხლა ქვის ხანის ადამიანის განვითარების დონეო და სად ეხლა რო კოსმოსში დავდივართ და ანუ მაშინ ხელოვნური ინტელექტი ჯერ არ იყო, მაგრამ მით უმეტეს ეხლა კიდევ იმის მერე, რაც ის ამას გვეუბნებოდა, მაგრამ რა ვიცი რა გითხრათ, აბა sapiens-ობის, როდესაც ადამიანები სერიოზულად ადამიანებს ჯერათ, რომ გაწმენდილი საავიაციო ნავთი შეიძლება სასარგებლო იყოს ყელისთვის და ყელის სამკურნალო, ასე ვთქვათ, საშუალება იყოს და მაგას რომ თავის ერთადერთ საყვარელ შვილს თუ შვილიშვილს რომ ესე ასვევდნენ, გეგონება ეს ყოფილიყოს პანაცია ყველა ავადმყოფობისგან და დიახ, რას ვიზავთ, არ ვიცი, დიდი სერთობის სამბავია თუ ისი, მაგრამ საკმაოდ ბევრი ჩემი თაობის ადამიანი გავხდარა და გავხდარვართ მსგავსი ექსპერიმენტების, ასე ვთქვათ, მონაწილეები, უნებლიე თუ როგორც არის. ძალიან გამბედავად და ძალიან გაბედულად ტარდებოდა მსგავსი ექსპერიმენტები სახალხო მედიცინას, რასაც ეძახიან. რა ვიცი, ვიღაცები ისეთი ხალხი ამბობს, რომ ძალიან მაგარია კიკიო და დამიდასტურეს, რომ ძალიან გამიკვირდა. ეხლა არ გაიმეოროთ და თქვენ შვილებზე არ ცადოთ